გამარჯობა რადიო ფორტუნა სტუდიიდან სოფო გოდუაძე მოგესალმებით. დიახ, ეს ბიზნეს ნიუსია, რომელიც ეთერში მაუწყებლობას დღეს იწყებს სტუმართან ერთად. სიამოვნებით მინდა მივესალმო მაგდა ელისაშვილს, Grant Thornton საქართველოს ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორს, რომელთან ერთადაც უნდა ვისაუბროთ ალბათ ყველა ბიზნესისთვის წარმატების გარანტზე. ეს არის ფინანსური სანდოობა, გამჭვირვალობა და მზაობა, რომელიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საფუძველი იმისა, რომ ბიზნესმა სწორად დაიწყოს განვითარება და წარმატება მოვიდეს მალე. თუმცა, ქართულ გარემოში მართალია კი ვხედავთ კომპანიებს, რომლებიც ზრდას გეგმავენ, ინვესტორებთან ან ბანკებთან აპირებენ თანამშრომლობას, მაგრამ რეალური ფინანსური სურათი სხვა რამეს გვიჩვენებს ხოლმე. და აი რატომ უჭირთ დღეს ქართულ ბიზნესებს რეალური ფინანსური სურათის თანახვა ამ საქმეში გაგვარკვევს სწორედ მაგდა. მადლობა მაგდა მობრძანებისთვის, შესაძლებლობისთვის ამ მართლაც საყურადღებო თემაზე ყურადღების გამახვილების და მოდით შევუდგეთ საქმეს. მართლაც რა არის მიზეზი იმისა, რომ აი ფინანსური სურათის დანახვა დღეს ჩვენს რეალობაში ასე ჭირს. მოგესალმებით სოფო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მიხარია რომ ამ თემაზე ვსაუბრობთ, რაც ეხება ბიზნესის სანდოობის, გამჭვირვალობის და ფინანსური მზაობის საკითხებს, მეტად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესის წარმატების ზრდისთვის და განვითარებისთვის. თუმცა, ხშირად პრაქტიკაში ხვდებით სიტუაციებს და ისეთ პროცესებს, რაც აფერხებს, რა თქმა უნდა, რომ ბიზნესმა და ზოგადად მენეჯმენტმა, მმართველმა რგოლმა თუ დაინტერესებულმა მხარეებმა სწორად შეაფასონ ბიზნესის მდგომარეობა და ფინანსური სურათი დაინახონ. რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილოთ ყურადღება, პირველ რიგში ალბათ ვიტყოდი მონაცემების შეგროვების, გაერთიანების პროცესებს. ბევრ კომპანიებს, რომლებიც არ იყენებენ ERP სისტემებს და აქვთ ავტომატიზაციის ნაკლები დონე, მათთვის უფრო გართულებული არის ამ მონაცემების ერთ სივრცეში გაერთიანება. ამიტომაც მათ უწევთ, რომ რაღაც გარკვეული ჩანაწერები შეასრულონ ხელით და დამეთანხმებით, რომ ამ შემთხვევაში ძალიან დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ამიტომაც ირღვევა მთლიანი პროცესი და მონაცემების არასათანადო, ასე ვთქვათ, ჩანაწერები არადროული უკვე ფინანსურ სურათს არღვევს. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ფინანსური ანალიტიკის ნაკლებად გამოყენება ყოველდღიურობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა ბიზნესი მხოლოდ ბუღალტრულ შედეგებს აკვირდებოდეს და არ იყენებდეს, ვთქვათ, ფინანსური ანალიზის ტექნიკებს, რაც დაეხმარებოდა მას, რომ ბიზნესის მთელი მოდელის სრული სურათი სწორად აღიქვა. ამიტომაც ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლონ თავიანთი კომპანიის ფულადის აღსრების ქცევა, სპეციფიკა, სეზონურობაზე დამოკიდებულება, რომ მათთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, რომ სწორად დაგეგმონ და პროგნოზები სწორად გააკეთონ. ასევე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი და კომპანია შესაძლოა ნაკლები კომპეტენციის ან უფრო მეტად საქმის გამარტივების კუთხით არ მისდევდეს საერთაშორისო აღიარებულ ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებს, რაც თავის მხრივ უკვე არღვევს ანგარიშთა გეგმის სტრუქტურას, ასევე ოპერაციები შესაძლოა არასწორად კლასიფიცირდეს და დაინტერესებული მხარისთვის უკვე მომზადებული ამ მონაცემებზე მომზადებული ფინანსური ანგარიშგება უკვე არასწორად არის აღქმული და არ არის შესადარისი, თქვათ, სხვა კომპანიებთან ან ბიზნესებთან, თუნდაც ამ კუთხით. ამიტომაც პირველ რიგში აუცილებელია, რომ დაალაგდეს ეს აღრიცხო პოლიტიკა, მოწესრიგდეს და ზუსტად აი ოპერაციული ნაწილიც და ორგანიზაციული სტრუქტურაც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე შემოფერხებელი. თუ დეპარტამენტებს შორის არ არის კომუნიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორ დოკუმენტ ბრუნვას, დოკუმენტების დროულად მომზადებას, მიწოდებას შესაბამის განყოფილებებთან, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თუ ეს პროცესები დარღვეულია, შესაბამისად მონაცემები ვერ გროვდება დროულად და საბოლოო ჯამში ვიღებთ არასწორ ფინანსურ სურათს. მაგდა, არის რაღაცეები, რაც კომპანიის საქმიანობის განმავლობაში არის არჩევანი, არის რაღაც, რაც არის აუცილებლობა. აი ფინანსური გამჭვირვალობა რატომ არის სწორედ აუცილებლობა და არა არჩევანი? მოდი ეს განგვიმარტე. კი ბატონო, სწორი, ასე ვთქვათ, შენიშვნა არის, სოფო, ფინანსური გამჭვირვალობა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის უბრალოდ კარგი პრაქტიკა, ეს არის ბაზრის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ბიზნესის მიმართ. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, ფინანსური გამჭვირვალობა აპრიორი უდრის ნდობას ბიზნესის მიმართ. იქნება ეს თავად, ასე ვთქვათ, მმართველი რგოლის ნდობა, თუნდაც თავიანთი დეპარტამენტის ხელმძღვანელობთან, იქნება ეს ნდობა ინვესტორების მხრიდან, ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, ამიტომაც ნდობის აშენება ბიზნესისთვის ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამიტომაც ფინანსური გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ გზაზე. ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ დღეს ბაზარი სწრაფ გადაწყვეტილებებს ითხოვს ბიზნესისგან, თუნდაც ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ საკმარისი დრო და რესურსი იმისათვის, რომ თუ მონაცემები არასწორია, ამაზე დიდი დრო დაუთმონ ბიზნესს მის გადამოწმებაში და შესაბამისად ეს თუნდაც სესხის გაცემის პროცესს, რა თქმა უნდა, ახანგრძლივებს და ბიზნესისთვისაც ეს ზიანის მომტანი ხდება გრძელვადიან პერიოდში. ასევე უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ კომპანია
კომპანიები, თუნდაც ინვესტორები დღეს ითხოვენ არა მარტო წარსული შედეგების შესახებ ინფორმაციას, არამედ დაგეგმარებით ნაწილსაც და პროგნოზებს თქვათ შემდგომ 3-5 წლის განმავლობაში და ამისთვისაც რა თქმა უნდა თუ წარსული შედეგები არის გამჭვირვალე და სწორად შეგვიძლია მისი ანალიზი, დაგეგმვაც შესაბამისად მარტივი ხდება. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გამჭვირვალობის ნაწილი, როგორც ვახსენე, რეგულაციების კუთხით, თუ ჩვენ უბრალოდ ბიზნესი ფეხს არ აუწყობს, თქვათ, საკანონმდებლო ცვლილებებს ან აღრიცხვის იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ასევე ცვალებადი არის, ამ შემთხვევაში მას გაუჭირდება რეგულაციებთან შესაბამისობა, რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს დამატებითი ჯარიმების ან სანქციების, ასე ვთქვათ, მიზეზი და თავისთავად უკვე გვექნება რეპუტაციული რისკი და თუ რეპუტაცია დაზიანდა, მისი აღდგენაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. რიგითი მსმენელი დარწმუნებული ვარ, იმდენად მარტივად და გასაგებად ახსენით, მიხვდებოდა რა არის ფინანსური გამჭვირვალობა და რა მნიშვნელობის მატარებელია ის, მაგრამ აი რას გულისხმობთ, როდესაც ვამბობთ ფინანსურ მზაობას და რა მოთხოვნებს უქმნის დღეს ბაზარი ამ თვალსაზრისით ბიზნესებს? კი ბატონო, ფინანსური მზაობის შემთხვევაში შეგვიძლია ესე მარტივად რომ ვისაუბროთ, ეს არის კომპანიის ის მდგომარეობა, როდესაც მთლიანი ფინანსური სისტემა, რომელიც თქვათ მოიცავს პროცესებს, პოლიტიკებს, პროგნოზებს და სხვა მნიშვნელოვან ასე თქვათ კომპონენტებს, რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ისეთ მდგომარეობაში, რომ ბიზნეს ნებისმიერ მომენტში შესაძლოა და შეუძლია, რომ ესაუბროს მომავალ პარტნიორებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და ამისთვის აქვს სრული მზადყოფნა და მზად არის კომუნიკაციისთვის და მოსალოდნელია, რომ მას ამ პროცესში არანაირი შეფერხება არ ექნება. ფინანსური მზაობაც, ასე ვთქვათ, როგორც გამჭვირვალობა, ასევე ბაზრის მოთხოვნაც ხდება და თუ ბიზნესს სურს, რომ განვითარდეს და გაფართოება შეძლოს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ფინანსური მზაობა თანაბარი ძალის არის დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების ბიზნესისათვის, რაც გულისხმობს დამატებითი ფინანსების მოზიდვას, ეს იქნება ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის სახით, თუ იქნება ეს ინვესტორებისგან დამატებითი კაპიტალის მოზიდვის კუთხით. ფინანსური მზაობა ასევე გულისხმობს მზადყოფნას ეკონომიკურ გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე, როგორც შეიძლება იყოს თქვათ ინფლაციის დონის გათვალისწინება, ვალუტის კურსის მერყეობა, შესაძლოა მომწოდებელმა შეგვიცვალოს პირობები კონტრაქტში და ამისათვის ბიზნესს სჭირდება რომ მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები და შესაბამისად თუ ჩვენ არ გვაქვს რეალური მონაცემები, გადაწყვეტილება სტრატეგიული ვერ იქნება და იქნება მხოლოდ დინებას მიყოლილი ან ინტუიციაზე დაყრდნობით ან ემოციებზე. ამიტომაც აი ფინანსური მზაობის ნაწილში მნიშვნელოვანია როგორც ვახსენე რომ არა მხოლოდ წარსული შედეგები ვაკონტროლოთ, არამედ დავუთმოთ დრო მომავლის პროგნოზსაც, იმიტომ რომ ნებისმიერი ინვესტორი თუ ფინანსური ინსტიტუტი დაგვისვამს კითხვას თუ როგორ აპირებს შენი შემოსავლების, ხარჯების კონტროლს ან ვალდებულებების დაფარვას თუნდაც 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი ფულადი ნაკადები, რამდენიმე სცენარის განხილვა სამომავლოდ, ის იქნება ეს ოპტიმისტური, რეალისტური თუ პესიმისტური, რომ ჩვენ ინვესტორს თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დავანახოთ, რომ ნებისმიერი სცენარის განვითარებაში ჩვენ ვართ გადახდის უნარიანი, ასევე მომგებიანი და შესაბამისად გვაქვს აი ეს უპირატესობები. ამიტომაც მოკლედ რომ ვთქვათ, აი ეს ფინანსური მზაობა არ არის მხოლოდ არსებული ფინანსური შედეგების არსებობა, არამედ ეს არის ფინანსური კულტურის ჩამოყალიბება, რასაც ითხოვს ბაზარი და ეს გულისხმობს ზუსტად ორგანიზებულობას ბიზნესის მხრიდან, პასუხისგებლობას და იმ გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. მოდი კიდევ უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ ახლა ამ საკითხს და აი რა რისკები შეიძლება შეექმნას კომპანიას თუ კი მას ფინანსური სისტემა უბრალოდ და მარტივად რომ ვთქვათ, კარგად არ ექნება აწყობილი. კი ბატონო. ხო, რისკები იმდენად ბევრი არის, რომ ჩამოთვლას ყველაზე არ გვიყოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე გავაკეთოთ აქცენტები. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ფინანსური რისკი, როდესაც არ გვაქვს ჩვენ რეალური მონაცემები და ვერ ხვდებით თუ ბიზნესი რა ფინანსურ მდგომარეობაშია, რა არის მისი ფინანსური შედეგები, ან როგორია მისი ფულადი ნაკადების შემოდინება, გადინება და ამ კუთხით ქცევა. შესაბამისად და თუ ეს არ არის ერთ სივრცეში აკუმულირებული, მენეჯმენტი ვერ ხედავს თუ სად არის კომპანია. შესაბამისად შესაძლოა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მაგალითად ახალი ფილიალი გავხსნათ, მაგრამ ამ დროს სიტუაცია გქონდეს, რომ არსებული ფილიალებიც კი ზარალზეა. ამიტომაც ამის შეფასების გარეშე ნებისმიერი გადაწყვეტილება არ არის რაციონალური, არ არის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული და ამიტომაც ჩვენთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება შესაძლოა მთლიანი ბიზნესის დავაყენოთ რისკის ქვეშ ამ კუთხით ფინანსურად. ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ამასთანავე ლიკვიდურობის რისკი, რაც გულისხმობს ზუსტად ფულადის აღსრების, ასე ვთქვათ, დეფიციტის კონტროლს და მართვას. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ როდესაც ვთქვათ, არ გვაქვს შესყიდვებზე ბიუჯეტი, შესაძლოა მოხდეს ისეთი შეკვეთის განხორციელება შესყიდვების დეპარტამენტის მხრიდან, რომლის დაფარვის, ასე ვთქვათ, მოლოდინი
გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს არ აქვს ამის ფულადი რესურსი, თუმცა ამას ფინანსური გუნდი შესაძლოა აღმოაჩენს უკვე შესყიდვის შემდგომ. ამიტომაც ეს უკვე ლიკვიდურობის რისკებს გვიქმნის. ასევე მნიშვნელოვანი რისკი არის ოპერაციული რისკი, რაც ვახსენეთ, როდესაც ეს კომუნიკაცია და სინერგია დეპარტამენტებს შორის არ არის, ან დოკუმენტების გაცვლა არ ხდება დროულად და თქვათ ერთ-ერთი დეპარტამენტი დაგვიანებით იღებს გარკვეულ დოკუმენტებს, ან არ არის ასე თქვათ ხელშეკრულების პირობები კარგად გააზრებული თითოეული დეპარტამენტის მხრიდან, ვინც ამ პროცესშია ჩართული. შესაბამისად ეს იწვევს ქაოსს და როდესაც ბიზნესი არის ქაოსში და ქაოტურად, მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ქმნის, რა თქმა უნდა, რისკებს. ასევე მნიშვნელოვანი არის თქვათ რეპუტაციული რისკები და ჯერ მოდი რეპუტაციულამდე ვისაუბროთ საგადასახადო რისკებთან, იმიტომ რომ როდესაც რაიმე ტიპის თქვათ დოკუმენტია გამორჩენილი ან ჩანაწერი არ არსებობს საბუღალტრო ბაზაში, ეს მიგვითითებს უკვე იმაზე, რომ ძალიან დიდი რისკი გვაქვს, რომ რაიმე გამოგრჩეს, რაც თქვათ ეს დასაბეგრი ოპერაცია იყო, არავსახოთ დეკლარაციაში და შესაბამისად შემოწმების შედეგად თუ ეს შემოსავლების სამსახურის მიერ რა თქმა უნდა დადგინდება, გამოიწვევს დამატებით ჯარიმას, ეს დამატებითი როგორც მატერიალური ზიანია ბიზნესისთვის, არამედ რეპუტაციული რისკიც არის, იმიტომ რომ თუ ჩვენ შემდგომ ბიზნესი გადაწყვეტს, რომ თქვათ ინვესტორთან ურთიერთობა გააგრძელოს ან ფინანსურ ინსტიტუტებთან, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ისტორიაში კარგად ჩანს არსებული ჯარიმებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ, რომ ყველა მონაცემი დროულად და წყობში გქონდეს, ასე თქვათ, წესრიგის კუთხით. ასევე აღნიშნავდი თაღლითობის რისკებსაც, როდესაც ეს ოპერაციული რისკი ძალიან მაღალ დონეზეა და ჩვენ ქაოსში მუშაობთ, უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ კონკრეტულმა თანამშრომელმა თაღლითობისკენ, ასე ვთქვათ, მიისწრაფოს და ნაკლები შანსია იმის, რომ ეს მალე გამოვავლინოთ ჩვენ, როდესაც არ არის შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დანერგილი. გადაცემა მინდა დავასრულოთ მაგდა რჩევებით, იმიტომ რომ Grant Thornton-ი ჩვენს მსმენელს უნდა შევახსენო, რომ სოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელი გახლავთ, რომელიც საჯარო თუ კერძო კომპანიებს მთელი რიგი გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვან სერვისებს თავაზობს და თუ წარმოვიდგენთ ახლა იმას, რომ მე ვარ რომელიმე მიმართულებით მოქმედი ბიზნესის ხელმძღვანელი პირი და მსურს ფინანსური მართვის პროცესების სწორად ორგანიზება, აი რას მირჩევთ, რა პირველი ნაბიჯები უნდა გადავდგა ამ მიმართულებით? მადლობა ამ შეკითხვისთვის და ძალიან მარტივი გამოსავალი, რომელიც ჩვენ ზუსტად სადღაც 2 თვის წინ დავაანონსეთ, ეს არის ფინანსების 360, ეს არის სერვისი, რომელიც ზუსტად მიყვება იმ ნაბიჯებს, რაც ბიზნესს ჭირდება, რომ გადადგას ასე ვთქვათ, ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებისაკენ. თუმცა პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ფინანსური სისტემის მოგვარება არ არის მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულება, პირველ რიგში ამას ჭირდება მენეჯმენტის გადაწყვეტილება და ის, რომ ფინანსური სისტემის მოწესრიგება იყოს სტრატეგიული პრიორიტეტი და არა ბიზნესის დამატებითი ამოცანა. სწორედ ამის შემდეგ გადავდივართ ჩვენ ტექნიკურ საქმეზე, რაც პირველ რიგში იწყება დიაგნოსტიკით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მდგომარეობაშია ბიზნესი დღეს, ვიპოვოთ ის შეცდომები, რაც არის დაშვებული, ხარვეზები, ასე ვთქვათ, ნებისმიერი რისკი დავადგინოთ, იქნება ეს საგადასახადო და ფინანსური, რომ შესაბამისად მის პრევენცია მოვახდინოთ. შემდგომ უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას, საბუღალტრო ბაზების აღდგენას, თუ ამის საჭიროება მოითხოვს. შემდგომი ეტაპი უკვე არის საღრიცხვო პოლიტიკების ჩამოყალიბება, რომ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო კონდეს ყველა დეპარტამენტს, თუ როგორ ვიქცევით, როგორი არის დოკუმენტბრუნვის წესები, ავტორიზაციის მექანიზმები, როგორ ვაკონტროლებთ ვადებს, ვალდებულებების დაფარვის კუთხით იქნება ეს თუ ასევე მარაგების თუ ძირითადი საშუალებების აღრიცხვის კუთხით, როგორ ვაკონტროლებთ ნაშთებს, მატერიალურ ღირებულებებს და შემდგომ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ პროგნოზირების ნაწილზე, რაც უკავშირდება ფულადი სახსრების დაგეგმვას, რომ ბიზნესს ჰქონდეს ასე ვთქვათ გარკვეული მოდელი და რუკა შემდგომი პერიოდისათვის, რომ არ შეექმნას ზუსტად ეს ფულადი სახსრების დეფიციტი და ამის შემდგომ არის კიდევ უფრო ფართო და ვრცელი პუნქტები, რაც ეხება ბიუჯეტირებას, KPI-ს შედგენას, თითოეული დეპარტამენტისთვის სამიზნე მისაღწევი მაჩვენებლების დადგენას და რა თქმა უნდა ამის კონტროლი უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ყოველ კვარტალურად, ყოველთვიურად და არა წლის ბოლოს დავითვალოთ თუ რა იყო ჩვენი შედეგი და შემდგომ ვეძებოთ მიზეზები თუ რატომ არ შესრულდა კონკრეტული და რა მაჩვენებლები და რატომ ვერ მივაღწიეთ შედეგს. ასევე აღნიშნავდი იმას, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი უჭირავს ამ პროცესში მონიტორინგს, იმიტომ რომ ფინანსური სისტემა არ არის ერთჯერადი ასე ვთქვათ კონკრეტული ქმედება, რაც გამოასწორებს ასე ვთქვათ იმ ხარვეზებს, ჩვენ გვჭირდება დროული რეაგირება და ბიზნესიც არის ცოცხალი ორგანიზმი, ყოველდღიურად ახალი ოპერაცია ხდება, ასე ვთქვათ, ახალი ნაბიჯები იქმნება ბიზნესის მხრიდან, მით უმეტეს თუ იზრუნავს გაფართოებაზე, ამიტომაც ფინანსური სისტემა ყოველთვის უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენ
ყველა ის რისკი, რაც ჩამოთვალეთ, ვაკონტროლოთ და პირიქით ხელი შევუწყოთ ბიზნესის მდგრადობას გრძელვადიან პერიოდში. მხოლოდ იმედს დავიტოვებ, რომ სასარგებლო იქნებოდა ჩვენი მოსმენა, ჩვენი საუბრის მოსმენა იმ მსმენელებისთვის, რომლებიც სწორედ რომ ესწრაფვიან საკუთარი კომპანიების ფინანსური სანდოობის გამჭვირვალობის გაზრდას და ფინანსური მზაობის შესახებაც მიიღეს უფრო მეტი ინფორმაცია. მადლობა მობრძანებისთვის მაგდა, გაზიარებული ინფორმაციისთვის. მაგდა ელისაშვილი, Grant Thornton საქართველოს ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი სტუმრობდა დღეს Business News. ვემშვიდობები მას მხოლოდ და მხოლოდ მალე შეხვედრის იმედით საუკეთესო სურვილებით. მსმენელს კი ეთერში საღამოს 7:09-ზე დავუბრუნდებით.